99 წლის 9 აპრილი საკმაოდ მძიმე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნისათვის. თუმცა ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო ბრძოლის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც მოიტანა 91 წლის, რა თქმა უნდა, მარტის რეფერენდუმის შემდეგ 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება. ეს მოვიდა როგორც თქვით ბრძოლით და სისხლით და მნიშვნელოვანია რომ ამ მონაპოვარს დღესაც 91 წლის 9 აპრილის შემდეგ გასული არის 34 წელიწადი და დაცვა სჭირდება. მათ არ ყოფნით გამბედაობა, კიდევ ერთხელ ქართულ საზოგადოებას ახალგაზრდებს შეახსენონ რომ 99 წლის 9 აპრილს რუსეთმა დაარბია თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები. აი ამის აღიარება არ შეუძლიათ. რაც ყველა მიცის ამის აღიარება არ შეუძლიათ. და ამ აღნიშნულს მოხდა შემდეგ 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი, თუმცა ეს ადამიანები დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ არ არიან რა. უცხოურ ძალაში აქ მორიგ მანიპულაციასთან აგვაქვს საქმე. საინტერესოა რა ვის გულისხმობენ ჩვენს მხარდამჭერებს და პარტნიორებს, რომლებიც მთელი ეს ხანია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებით დახმარებით მხარდაჭერით არიან დაკავებული თუ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის იმპერიას, რომელიც საუკუნეებია გულმოდგინედ ცდილობს წაშალოს კვალი ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის, აქაურობის ზოგადად სოფლიო რუკაზე. დღესდღეობით სამწუხაროა, რომ არსებული ხელისუფლება და რუსეთი ერთად კოლაბორაციით, თანამშრომლობით ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ მორჩილებით ცდილობს ეჭქვეს და აყენოს ქართული სახელმწიფოს და ზოგადად საქართველოს მომავალი.